ბესო ბერულაშვილი გახლავთ ჩვენი შოუს შემდეგი სტუმარი. ეს რა სილამაზეა. ვილოცა, აბა. მოგესალმებით. ეთილი იყო შენი მომზადება ჩემო ბესო. ვილოცავ ახალ სახლობას შესანიშნავი დიზაინი ძალიან მომეწონა და არა მაგარ დღეს დაგპატიჟე 8 მარტსა. აბა თან ახლა ნება მიბოძე და უპირველეს ყოვლისა ყველა ქალბატონს მიულოცავ 8 მარტი ეს აუცილებლად შესანიშნავი დღე მართლა აი ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული განსაკუთრებულად ვემზადებოდით ხოლმე სანამ შვილი ვიყავი და დედიკო მყავდა აბა მამოჩფული რომ დედიკო საჩუქარი ვიყავით რაღაცას დაუწერდით რა და ის იყო ყველაზე დიდი ბედნიერება რა მე ახლა სკოლაში ვემზადებოდით აბა საჩუქრები გოგონებს აბა მე ცოტა რომ წამოვიზარდეთ უკვე კეიფი დავიწყეთ ხოლმე რა 8 მარტს კეიფობდით ხოლმე გოგონებს დავპატიჟებდით და მოკლედ ვიყავით ძალიან დიდ შრომაში რა და აი სტუდენტობის პერიოდში ერთხელ წავედით ჩემო გია კახეთში რა ჩვენ ჯგუფებთან დავპატიჟა და ვართ იქ ერთ ამბავში რაღაცები და ახალგაზრდები ვართ რა და ამ ოჯახში ბებო იყო რა ბებოც არა რა უბრალოდ ბაბო ეს ხალი შევაღონე რა ბებო 100 წელი ცოცხლე და 100 წელი მომელოცოს 100 წელი რაღაცა ეგეთი 5 დღე არის ეს ხალი შევჭამე რა ესე ნელა მოიკრიბა წალღონე და ამოწია თავი კაცოდა და გამაიხედა და მიყურებს ესე შეთირო დემეჯერებინა 5 წლის კუდარი უნდა ვიყო და ჩავიდა ესე თურმე 105 წლის არის ოდიში მამითხოვლია შეგენაცალე 105 წელი ხუმრები ეხლა ბესო თუ იცი რა საინტერესო ხალხი უნდა შემოვმატო ჩვენ სტუდიას ორი გეგე რომელიც ერთად არასოდეს ყოლია სტუმრად გეგე სულხანიშვილი და მერაბ გეგეჭკორი მომზანდი გამარჯობა მესიდი ახლა სულამაზია ეთილი იყოს თქვენი მომზადება ორი მიზეზი მაქვს რის გამოც სწორედ დღეს უნდა მომეწვია ჩვენი უსაყვარლესი გეგე სულხანიშვილი ერთი ის რომ ქალბატონების თემას რაც შეეხება უდავოდ ექსპერტია და ამასთან ერთად ალბათ უწინარესად ის არის აღსანიშნავი რომ დღეს იუბილარი ბრძანდება და დაბადების დღეა და მიულოცავთ ვიფასო მეგობრებო თქვენთან ერთად ესე სიმბოლურია რომ 8 მარტს დაბადებული მადლობა შემოგია და მე კიდე გილოცავ ახალ სტუდიას მადლობა სესიამური სიტუაცია და გადაცემაც წინვალე გამოვა ქალბატონებს მიულოცოთ 8 მარტი შეიძლება რომ მე მილოცავე ხოლმე და რაღაცა ქალბატონები უკან პლანზე არის ჩემი ხოლმე ამიტომ თუ მავიწყდება რომ ჯერ ისინი არიან და მე ვარ პათოლოგია უერთები ამ მილოცებს ქალთა საერთაშორისო დღეს მართლა ულოცავ ყველა ქალბატონს და განსაკუთრებული ამბავია რატო რომ არა მარტო ქალბატონებს ულოცავ ამ დღეს ვიღებ ტელეფონს და ურეკავ ჩემს მეგობარს უფროს მეგობარს და თამამად ურეკავ და თამამად ულოცავ 8 მარტს როგორც ქალების დღეს ასევე დაბადების დღეს ხოლო გეგეს რა მოუხდება ხა როგორი ლექსი მოუხდება თუ არა ისეთი როგორც თავად მურვა ლევანიძემ დაწერა წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო წყურვალს დაგტოებსო ჩახვები ვინცო სოლშვის აკრის და აგარევინებსო შენზე თუ თქვათ პატარა ციცო მე იმასაკში არა ვარ ახლა და არც იმ ჭკუაზე სოლშვის გავეყარო მაგრამ შემომიძვრა სრულის მახრა და პატარა ციცო უნდა დამეხმარო ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის და შენი მახრა ფეხებზეც კიდია თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნის და შეახსენებს რომ უკვე დიდია ისე ჩამოგივლის მიწა გასახეთქი ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია როგორც ხეჭაჭური ქვაზე დასათხლეში ციცო ისეთია წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო წყურვალს დაგტოებსო ჩახვები ვინცო სოლშვის აკრის და აგარევინებსო შენზე თუ უთქვამთ პატარა ციცო გეგე უძღვა ქალბატონი ციცო იყო არ ყოფილა რა ჯენჯერობით არა და სულ მეკითხებიან ხოლმე მეშვიდეზე არ ფიქრობ აი ყველას აქვს ეგეთი რატომ უნდა ეხლა რომ წავიდე ხარას ფევნები ხოლმე და ბოლოს რას ვიძახი ესე იგი ციტა
საცოლის პრობლემა არ არის, აი მეჯვარეების პრობლემა. ამდენი ხალხი ყავდა და სამგინო მოძებნა. აღარ დარჩა. აღარ დარჩა. ზარი და მერეკავს ვიღაც ქალბატონი და ბატონო გეგო მე თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე თქვენზე შეყვარებული ვარ. ეს მოკლედ აი სასაგი ხედავთ ქუჩაში, ტელევიზიაში, იმას არ ვიცი ისე გიждები თქვენზე, აი თქვენ ახარ ჩემთვის აი ენერგიის წყარო. და აი თქვენ რო ხედავთო ვიმუხტებიო და სამსახურში მივდივარ, ყველაფერს ვაკეთებ 5-ზე. აი თქვენ რო ხედავთო, აი ვიმუხტები თქვენგან, ვიმუხტები და მე ვთხარი ქალბატონო უკვე 70-ს ხდებოდი მაშინ და თუ რამე გაქვთ ჩაფიქრებული დროზე სანამ ელემენტები დამიჯდა. არა ეს გძელდებოდა რა. ვიდა თვებზე გძელდებოდა, ურეკავდა და ესეთი პასუხი გასცა. მეზობელი მე მოვიდა ჩემთან მეხვეწება, ჩემი ჭირი მე წამოდი რომ ჩემთან ამ საღამოს სუფრა მაგდა. რა ხდება მე და მამი და ჩემი ჩამოვიდაო დასავლეთიდანო და შენი გაცნობა უნდა ტელევიზორ ძალიან უყარხარ მოსახარ და კაი წავედი ხო მივედი და ეს ხალი მოგრეთ გაგიჟდა და რაღაცებს მე კეკლოსობს და თან მიყვება რომ მეუღლე გარდამეცვალო 1-5 წელიაო ბიჭი დაქორწინებული მყავს რომ ესე დალაგებულია მოგო გათხოვილი და მე ცხოვრობს სამსართულიანი სახლი და მეურნეობა ხათმები იღებ რაღაცა მოგრეთ მიქებს რაღაცა და მივხვდი უკვე რაზეც გამახვილებული და ქალბატონო მეთქი რამდენი დღით ჩამობძანდით მეთქი შევეკითხე და აი 3 დღეო იმაზე რომ ვერ მეურნეობას ვერ მივატოვებ აი 3 დღეში უნდა წავიდეო მე ვთხარი ქალბატონო ეს 3 დღე ქალაქში გაიარ გამოერიდა თუ არავინ არ მოგიყვანათ მე ყოლა აღდივარ დიდი მადლობა მობრძანებისთვის შემოგეგეჭირეთ სული და გულით გილოცავ დაბადების დღეს და ყველაფერი სასიკეთო მინდა რომ გისურვო ჩვენი სტუმრები იყვნენ გეგე სულხანიშვილი მერაბ გეგეჭკორი და ბესო მერულაშვილი